ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული სარჩელით ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებებისთვის დაძლიერი საქართველო ლელოს არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ. მათივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ზემო აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიების, როგორიცაა ელენე ხოშტარია დროა და გირჩი მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული. ასევე სტრატეგია აღმაშენებელი ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური ერთკაციანი მცირე პარტიები, ვინაიდან მათ ამჟამად მათი სიდიდით და ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. როგორც ჩალვა პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით: რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. ამასთან ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს სარჩელი. საპროცედურო კომიტეტს ხვალ გადაეცემა, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნიან. ახალი ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ქმედებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და მასთან წინააღმდეგობაში მოდის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ლელო ძლიერი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნების ირგვლივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იბრძვის უკეთესი ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. ჩვენ არ ვაპირებთ, დაველოდოთ შედეგებს, ჩვენ ყველა შედეგისთვის და ყველა სცენარისთვის ვართ მზად. მაგრამ ბრძოლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ოცნების წინააღმდეგ და ყველას და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ამიტომაც და ოცნებას რადგან კითხეთ ამ საკონსტიტუციო სარჩელზე, არ ვიცი ახლა თქვენ გახსოვთ, რომ ამ სარჩელის მთავარი საფუძველი თავდაპირველად იყო ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პირების აკრძალვა თუ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა და მე ოცნებას მოვუწოდო პირველ რიგში საკუთარი რიგებით დაიწყოს. როგორც ამ პარლამენტში, ისე მთავრობაში, რომელიც სავსეა პორტირებული ნაცია. ამდენი ხმაურის შემდეგ ფაქტობრივად რეესტრიდან რაღაც მონაცემები წაშალეს. იმიტომ რომ თუ პარტიის ნომინალური აკრძალვა, ეს პარტიები ისედაც არ არსებობენ. არჩევნებში ის მოძლებას არ იღებენ. ერთ-ერთი ლელო იყო, ვინც ნომინალურად არსებობდა, მაგრამ ისიც მათი ლიდერები დიდი ხანია მიდის საუბარი, რომ უნდა გავიდნენ პოლიტიკიდან. ამიტომ ფაქტობრივად არაფერი არ აუგზავნებთ. იმიტომ რომ თუ ის ხალხი გაერთიანდებოდა ახალ პარტიას შექმნიან, მას დიონ მაშინ ახალ პარტიებს და ყოველთვის აქტივად ვარ დაკავდებიან. საქართველოს პარლამენტმა მიიღო სრულებები საქართველოს ორგანულ კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო პრაქტიკასთან. ეხლა მოსარჩელეებს აქვს შესაძლებლობა რამდენიმე ოპციიდან მიიღონ გადაწყვეტილება თუ რა სასარჩელო მოთხოვნას დააყენებენ იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც გასულები არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, გასულები იყვნენ 2003 წლიდან დაწყებული და დღემდე ებრძვიან ქვეყნის სუვერენიტეტს, ფეხქვეშ თელავენ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას. მათი მიზანი არის, რომ კონსტიტუციური წყობილება დაემხოს. მტკიცებულებები დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას. ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ,
რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავება. პარლამენტის წევრებს გახარია საქართველოს პარტიიდან პარტიას საერთოდ არ მიმართავთ, ამიტომ აქ ეს რელევანტურიც არ არის ეს საკითხი. ერთადერთი შესაძლოა რელევანტური ყოფილიყო ლელოსთან მიმართებით, მის 59 წარმომადგენელთან სხვადასხვა საკრებულოში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს, სადაც განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. მახაშვილის თქმით, მართველი გუნდი შეშფოთებულია ევროპარლამენტის ქმედებით. ამასთან მახაშვილის თქმით, პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა არ მონაწილეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში, რაც სერიოზულ მანიშნებელს უნდა წარმოადგენს იმისა, რომ ევროპარლამენტის ამჟამინდელი მიდგომა არასწორია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება მსგავსი ქმედებებით დასავლეთს ეტაპობრივად შორდება და შესაბამისად ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევს. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ევრონესტი რეალურად, რომელიც არის ევროპარლამენტის და ამავდროულად აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთმანეთთან შეხვედრისა და ურთიერთგაცვლის პოზიციებისა ფორმატი, ეს ფორმატი ტარდება ახლა იმ ადამიანის ჩართულობით, რომელიც პირდაპირ ზიზღი და შეუთავსებლობა აქვს ქართულ ხალხთან, ქალბატონ რასას გულისხმობ, რა თქმა უნდა, და ის განცხადებები, რაც კეთდება, არის კატეგორიულად მიუღებელი. უშუალოდ ამ რაღაც კონფერენციის გახსნა თავისთავად შეიძლება არ იყოს კრიტიკული, მაგრამ ის რომ მორიგ-ჯერზე უარესდება ურთიერთობა ქართული ოცნების ევროპელებთან, ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ ვლინდება ასეთი ტიპის განცხადებებით, იმიტომ რომ სულ უფრო ნაკლები ფორმატი რჩება, სადაც რაიმე ტიპის კომუნიკაცია ხდება ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ევროპელებს შორის. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები პარლამენტში მივიდნენ. მანამდე პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში პარტიის 12 წევრით შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტში პარტია გახარია საქართველოსთვის 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილ-მონაცვლე შევიდა. პოლიტიკური ჯგუფის განცხადებით პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არამხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. პარალელურად ჩალმა პაპუაშვილმა გახარია საქართველოსთვის წევრებს მიმართა, რომ მათი საკანონმდებლო ორგანოში შესვლა დაგვიანებულია, თუმცა ბოლოს მაინც მოუწიათ სადეპუტატო უფლებების შესრულება. ჩვენ პოლიტიკური ძალა გახარია საქართველოსთვის ვიწყებთ ოცნების მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რასაც ქვია საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა, როდესაც ისმის კითხვა, ვინ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ეს კითხვა პირველ რიგში უნდა დაუსვან იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობაში. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს ამ პარლამენტის არც ლეგიტიმაციას, არც ლეგიტიმაციის მიცემას, არც არ მიცემას. ეს ნიშნავს, ეს პირველ რიგში ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას, იმ რეალობისთვის, რომ დღეს ქვეყანა იმართება ოცნების მიერ. ოცნების მიერ მიღებული კანონებით დღეს უამრავი ადამიანი არის მათ შორის დაჭერილი და ეს დაპატიმრებები ყოველდღიურად გრძელდება. ძალიან სამარცხვინოა ყველაფერი რაც ხდებოდა, იმიტომ რომ გახარიას ხალხს არ იყოს გამბედაობა თავიდან შესული იყვნენ, მერე არ იყო გამბედაობა წესიერად შესული იყვნენ და საბოლოო ჯამში მე მგონი გაახარეს ქართული ოცნების დეპუტატები, იმიტომ რომ საქმე გაუშვათ, შეუძლიათ ვიღაცა ლანძღონ და დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით მთელი ეს დარჩენილი პერიოდი ამ გახარიების ლანძღვით იქნებიან დაკავებული, მაგრამ მათივე დამოკიდებულებით და იმ პრინციპებით, როგორც გახარიას პარტია მოძრაობს, არ მგონია რომ რამე შეიცვალოს უკეთესობისგან. თუ არალეგიტიმურია და მარტო თვითონ არიან ლეგიტიმურები, მაშინ თავიანთ ოფისში არონ. არალეგიტიმურ პარლამენტში რატო დადიან იარონ თავიანთ ოფისში და თქვან რომ ისინი არიან ლეგიტიმური პარლამენტის წევრები. დაამარცხდნენ ქუჩაში, დაამარცხდნენ არჩევნებში, მათ შორის უცხოეთში, ყველგან დაამარცხდნენ. და ეხლა შესაბამისად თქვენს რომ რაღაც დაფინანსება მაინც მოვიპოვოთ და შესაბამისად პოლიტიკური თავშესაფარი იყოს, მაინც პარლამენტის წევრი დაცულია სხვადასხვა თავდასხმებისგან და მათი აზრია ის რომ
რაც ყველაზე მთავარია, თავიანთი გაბრაზებული ამომრჩეველი იქნებ შემოირიგონ, რომელიცაც ერთი წლის წინ უთხრეს, რომ სწორია პოლიტიკური ბოიკოტიო და ერთი წლის შემდგომ, როცა ამომრჩეველმა წითელი აუნთო გახარიას, თქვა, რომ კი ბატონო შევალ პარლამენტში. აი სასაცილოდ იხდიან თავს აი გამონათქვამებით იმ წიაღსვლებით, რომელსაც როგორც პარლამენტთან მიმართებით ამბობენ, ერთი მხრივ უნდათ შესაბამისი ბენეფიტების გამოყენება, რაც საპარლამენტო საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მეორე მხრივ იმ რაღაც დეგრადირებულ პოლიტიკურად არასწორ გზას თავს არანებებენ, მათ უნდათ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთი ფრთის დავალების შესრულება და ეს დავალება არის უკვე საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ეს ეთყობა, რაც მათ მიიღეს ქვეყნის ფარგლების გარედან დავალების მიმსწრებისგან. ქართული ოცნება პარლამენტში ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძეს იბარებს. კობახიძის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, კითხვები, რომლებსაც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს, განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. პარლამენტში პირველი ინტერპელაცია ხვალ გაიმართება. ინტერპელაციის პროცედურით ქართულმა ოცნებამ ინფრასტრუქტურის მინისტრი მოიწვია. ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება ახალი საკრებულოს შეკრებამდე შეუჩერდებათ. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მმართველი გუნდისთვის 2021 წელს გამოცხადებული ნდობის 4 წლიანი პერიოდი ხვალ იწურება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, მერიას მაინც უამრავი გამოწვევა რჩება. 2021 წელს გამოცხადებული ნდობა 4 წლიანი პერიოდი ხვალ იწურება, შესაბამისად მთავრობის თითოეულ წევრს უჩერდება უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება. ეს მოხდება პარასკევს, ჩვენ მოგვიწევს ყველას მისვლა თბილისის საკრებულოში, კიდევ ერთხელ წარუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმას თბილისთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება.